ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად აგრძელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი თანხების მართლზომიერად ხარჯვის კანონიერების შესწავლას და გსურს წარმოგიდგინოთ შემაჯამებელი ინფორმაცია ამ ეტაპზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შესახებ. საგამოძიებო სამსახურმა 2025 წლის 24 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურასთან კოორდინაციით სასამართლოს განჩინების საფუძველზე სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ორგანიზებული ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დააკავა, ხოლო 7 პირის მიმართ დაიწყო სისხლისამართლებრივი დევნა. საქმეზე 1000-ზე მეტი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება ჩატარდა. მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა მოიპოვეს მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამით დაინტერესებული 219 ბენეფიციარის შესახებ ინფორმაცია, რომელთაც შესთავაზეს პროგრამით გათვალისწინებული გრანტის გარანტირებულად მიღება, სააგენტოში წარსადგენი დოკუმენტაციის მოწესრიგება და თანამონაწილეობის თანხით უზრუნველყოფა. სანაცვლოდ კი ბენეფიციარებს მოსთხოვეს და გამოართვეს სააგენტოდან გრანტის სახით ჩარიცხული თანხები. გამოძიებით დადგინდა, რომ ბენეფიციარებისათვის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გრანტის სახით გამოყოფილი 12,995,750 ლარიდან პროექტებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 8,824,695 ლარი, ხოლო დანარჩენ 4,111,054 ლარს ორგანიზებული ჯგუფის წევრები მართლსაწინააღმდეგო დაეუფლნენ. ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა დამატებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტოსგან კიდევ ერთი პროგრამით სასოფლო სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების და გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოს მოწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრანტის სახით მიიღეს საერთო ჯამში 1,559,729 ლარი, რომელსაც მართლსაწინააღმდეგო დაეუფლნენ. დანაშაულებრივი ქმედებების სისრულეში მოსაყვანად ბრალდებულების მიერ დამზადებული და გამოყენებული იქნა ყალბის სასაქონლო ზედნადებები, ინვოისები და აუდიტორული დასკვნები. დანაშაულებრივი გზით მიღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქონებისთვის კანონიერი სახის მიცემის მიზნით ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელმა პირებმა შეიძინეს და მათთან დაკავშირებული ფიზიკური და იურიდიული პირების სახელზე გააფორმეს უძრავი ქონებები და სატრანსპორტო საშუალებები, რაც გამოძიების პროცესში სრულად იქნა მოძიებული და დაყადაღებული. გამოძიების ამ ეტაპზე უკვე დადასტურებულია ბრალდებულების მხრიდან ბიუჯეტის კუთვნილი 5,670,793 ლარის თაღლითურად დაუფლებისა და 3,08,906 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტი. სისხლისამართლის საქმეზე პასუხისგებაში მიცემულია 21 პირი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ სოფლის განვითარების სააგენტოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების, ყალბის საგადასახადო და ოფიციალური დოკუმენტების დამზადება გამოყენების ფაქტზე 2025 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეში დაკავებულია 13 პირი, მათ შორის სოფლის განვითარების სააგენტოს პროექტების და ტექნიკური დეპარტამენტის უფროსი და სააგენტოს ყოფილი თანამშრომელი. ინტენსიურად გრძელდება გამოძიება ორგანიზებული ჯგუფის სხვა წევრების გამოვლენის, მათ მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულებრივი ქმედებებისა და სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის დადგენის მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლისამართლის კოდექსის 180 მუხლის მესამე ნაწილის B, მეოთხე ნაწილის აქვე პუნქტებით, 200 მუხლის მეორე ნაწილის აქვე პუნქტით, 362 მუხლის მეორე ნაწილის B ქვეპუნქტით და 194 მუხლის მესამე ნაწილის G ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12 წლამდე ვადით. მადლობა ყურადღებისთვის.